მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ბატონი დავითი. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. და ბატონ დავით, რაზე მსურს საუბარი? ეს ბოლო პერიოდია. ბოლო პერიოდი ისეთი ფართო გაგები და გლობალურად, თორემ ხა ეს რამდენიმე დღეა, რაც BBC-ს თემა აგორდა და რაც მათ დაამზადეს მე ამ ტელეკომპანიისგან არ მიყვარს, იმიტომ რომ BBC-მ რაც 2016 წლის ბოდიში 2020 წლის ტრამპის კამპანია დააგვირგვინა და იქ რაც შეთითხნეს, ხო, ახლა საქართველოზე ნამდვილად არ მიყვარს ის რაც გააკეთეს. მაგრამ აქ სხვა რამე გასაგებია, რომ ეს არის დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა. და ბუნებრივია ეს ტელეკომპანია, რომელიც სახელმწიფო ტელეკომპანია თითვლება, არის ამ ყველაფრის ესე ვთქვათ, წინა ფრონტზე გამომტანი. ანუ წინსწრებით აკეთებს იმის პროპაგანდას, ან იმ ზრახვებს, რაც იგეგმება, ან ნაფიქრალია უკვე და განხორციელების წინა ფაზაშია და ზუსტად ამის მომსწრე ვიყავით. ეს ბუნებრივია ჩემი აზრია და აი თქვენ როგორც სპეციალისტი მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. რამდენად შორს იხედება დიდი ბრიტანეთი სამხრეთ კავკასიაზე, რომ არერიდება ესეთ, ჩემი აზრით, ცუდად დაკვეთილ გადაცემას სიუჟეტს თუ რაც შეიძლება როგორც გნებავთ ისე შევაფასოთ ეს მოვლენა. ესე იგი, წუხარ, მაგრამ მაინც ისტორიას უნდა დაუბრუნდეთ რა. 18-21 წლებს ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანეთის შემოსვლა საქართველოში ფიქსირდებოდა. ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ის გვეღიარებინა სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ისტორიული დოკუმენტები ცოტა სხვა რამეზე მოწმობენ, რომ რეალურად ეს ფაქტი მოხდა და შემდეგ მოხდა მათი სტრატეგიულ პარტნიორად აღიარება. რეალურად იმ შემთხვევაშიც დიდი ბრიტანეთი თავის სტრატეგიული ინტერესების აღსასრულებლად იყო შემოსული საქართველოში და ძალიან ბევრ რაიმე შეიძლება მოიძიე დაინტერესებულმა ადამიანებმა საისტორიო არქივში თუ რა ტიპის ძირგამოთხრალ საქმიანობას ეწეოდა დიდი ბრიტანეთის საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეხლა ამის დრო ჩვენ არა გვაქვს, მერე თუ გვექნება მაგის საშუალება, შეგვიძლია რომ პრაქტიკულ მაგალითებზე და საარქივო მასალებზეც აი ესეთი გადაცემა სურს, რომ იყოს უკვე ფაქტოლოგიურად რო გავუყვეთ. ძალიან კარგი იქნება. ნუ ბრიტანეთი ძირითადად პოზიციონირებს როგორც უпроსორად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში გარკვეული პროტექტორატის ქვეშ იმყოფება ეს სახელმწიფო, მას აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის რესურსული უზრუნველყოფა, რაც ყოველთვის საინტერესო იყო ზოგადად სოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებისათვის და უნდა გავიხსენო აუცილებლად ისე 18-21 წლები ჩვენ და სამწუხაროდ იმ პერიოდში აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებამ ერთმანეთის წინააღმდეგ მტრობა ზოგადად ვერ მოიშალეს და საბოლოო ჯამში მე ერთი შედეგი დაუდგა ორივე სახელმწიფოს. იმ პერიოდში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო სატრანზიტო გზა ნავთობის სარეალიზაციო და დღესაც ვფიქრობ, რომ ამ სატრანზიტო გზას თავის მნიშვნელობა არ დაუკარგავს. არ უნდა დაგვავიცდეს დავით გარეჯის განვითარებული მოვლენები და ეს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ალამაზებს, თუმცა წუხარ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამ მიმართულებით რამოდენიმე კვირის წინ ვიდეო კადრებიც კი გაჟღერდა, როდესაც პირდაპირ ესე იგი ერთ-ერთი ორი პრეზიდენტის მოლაპარაკების შემდგომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა უკვე ის გადაწყვეტილება, რაც აღსრულდა კიდევაც და თანა დაასაბუთა, რომ ის გადასცემდა უცხო სახელმწიფოს სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების ტერიტორიას. ესე იგი გამოდის, რომ რეალურად იმ შემთხვევაში თუ საომარი მოქმედებები განხორციელდება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ვფიქრობ, რომ გარკვეული მიმართულებით ჩვენ ქვეყანამ ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროს. განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მიერ ნაწარმოების სადაზორო დეზინფორმაციის შემდგომ, რომელზედაც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენმა ყოფილმა მთავარსარდალმა მისი გადაწყვეტილებით და ალბათ სავარაუდოდ მისი ზეწოლით წინასწარ შეუქმნა ხელსაყრელი პირობა უკვე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, რომელიც შესაძლებელია, რომ ერთ დღეს ზოგადად
იქცეს ჩვენ და მიტყრულად განწყობილ სახელმწიფოდ. ამიტომ რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და არ არსებობენ მუდმივი მტრები და საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადი აქცენტი ყოველთვის გამახვილებულია ინტერესებს. პოლიტიკური სტაბილურობის მიმართულებით აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის ინსპირირება შეუძლია როგორც პროტექტორ სახელმწიფოს, ისე იმ სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგ გარკვეული პერიოდულობით ილაშქრებს კიდევაც აზერბაიჯანი. ამიტომ ჩვენ მოვლენათა ძალიან აქტიურ ციკლს ვაკვირდებით და ვფიქრობ, რომ მე არაერთხელ აღვნიშნე სხვადასხვა მასმედიის საშუალებებში, რომ ალბათ რუსეთის ფედერაციაში გარკვეული დოკუმენტირება ამ მიმართულებით მიმდინარეობს და აგრესიის აქტები აუცილებლად განხორციელდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოვლენათა დაძაბვის კიდევ უფრო მასშტაბურობას უნდა ველოდოთ სამომავლოდ. ეხლა რაც შეეხება დიდ ბრიტანეთის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას, ეს გახლავთ აუცილებლად სადაზვერო პროპაგანდის და სადაზვერო დეზინფორმაციის გამოყენების მეთოდოლოგია. ახალი ამბავი არ არის. მე გადავხედე ზოგადად BBC-ს მიერ განხორციელებულ ესეთი ტიპის პროვოკაციებს, დეზინფორმაციებს სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის თუ დავაკვირდებით ზოგადად ინტერესებს, რომლის მიხედვითაც BBC საქმიანობს, სასახად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აუცილებლად ის ყველაფერი, რაც შემდეგ შედეგად მოყვება მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შედის დიდი ბრიტანეთის სადაზვერო ინტერესებში. ამიტომ ზოგადად უნდა ვიცოდეთ ესეთი რამ, რომ მასმედია არის ყველაზე მეტი მოწვადე, მით უმეტეს BBC-ს აქვს თავის ბექგრაუნდში ისეთი მოღვაწეობა, რომელიც წმინდა სადაზვერო მოღვაწეობას განეკუთვნება, სადაზვერო პროპაგანდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ეს. უბრალოდ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მინდა რომ თქვენი და საზოგადოების ყურადღება მივიპყრო. აი ძალიან ცუდად მენიშნა და ზოგადად მე მაინც ვფიქრობ, რომ ყოფილი თუ მომქმედი თანამდებობის პირები უფრო მეტი დამჯდარი ხასიათით უნდა გამოირჩეოდნენ და ჩვენ ესე გავიზარდეთ, რომ ზოგჯერ თქმას ჯობს უთქმელობა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო და დააკვირდით თუნდაც ამ მოვლენის ირგვლივ რა განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელმაც პრაქტიკულად ცეცხლი შეუნთო, უпроსორად ნავთი დაასხა იმ ცეცხლს, რომლის აგიზგიზება უნდოდა დიდ ბრიტანეთს და მერე უკვე დღევანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად ნეიტრალიზება გაუკეთა იმ განცხადებას, რაც გააკეთა მისმა წინამორბედმა. მაგრამ ნახეთ, აქ სახუმაროდ საქმე არ არის და მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს რამდენად ქმედით უნარიანი ამ შემთხვევაში სპეცსამსახურები და რატომ მოხდა თქვათ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ესეთი ტიპის განცხადების გაკეთება. პრაქტიკულად ეს არის ხელისუფლების კომპრომეტაცია. ორი მიმართულებით. ნახეთ, თუ იყო და იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს იცოდა ყოფილმა მინისტრმა, მას სათანადო რეაგირება უნდა გამოეჩინა იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ტიპის დაზიანება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ამ დავარქვათ ესე იარაღის გამოყენებას. ამიტომ თუ ის ყოფილი ხელისუფლების პირობებში იყო გამოყენებული, რატო არ მოახდინა რეაგირება და რატომ არ მოხდა სათანადო თქვათ ქმედებების განხორციელება, რომ დღის სინათლეზე გამოსულიყო ყველაფერი ის, რაც აუცილებლად და დამერწმუნედ დღესაც ჭირდება საქართველოს სახელმწიფოს და მის უსაფრთხოებას. ამიტომ ნახეთ, კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ და ძალიან მტკივა გული ზოგადად ესეთი მოვლენების განვითარებაზე. სხვათა შორის ელისაშვილთან დაკავშირებით გარკვეული რაღაცა ანალიტიკური მასალები, როდესაც გადმოიცემოდა მასმედიის საშუალებით, ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გაკეთდა სახალხო დამცველთან მიმართებით. მე რამდენადაც ვიცით, ისინი ელისაშვილი და სახალხო დამცველი არიან სისხლის ნათესავები არიან, სისხლის ნათესავები არიან და ზოგადად საზოგადოებაში და განსაკუთრებით საქართველოში ვერ დამალავ ვინ როგორ მოდის ხელისუფლებაში და ზოგადად მათი მოყვანა საზოგადოებისთვის ცნობილი არის და აი ნახეთ, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილი იყო სწორედ სახალხო დამცველის მიერ ესე რა ქვია გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელზედაც მან პასუხი ვერ მიიღო. ესე იგი ნახეთ, ორი მაღალი დონის წყარო, რომელიც ყოველთვის შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ანგარიშებისათვის, რომელიც კოლექტიურ დასავლეთში მზადდება და იმ დეზინფორმაციული ნაკადისათვის, რომელიც გავრცელდა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ ვართ ძალიან დიდ რკალში
უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურების მხრიდან. ერთ-ერთ გადაცემაში ბატონ ლევან ვასაძემ ხშირად ვახსენებ ამ თემას, დამისვა შეკითხვა, რომ ბოლო-ბოლო რამდენი არიანო 100, 1000 თუ 10000-ო და ერთ სიტყვით ვერ დათვლი იმდენი არის ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ არსებობს პირდაპირ გადაბირება და არსებობს ზოგადად გადაბირების გარეშე პირდაპირ თანამონაწილეობა ესეთ პროცესებში, რომელიც ის უთხრის სახელმწიფოებრიობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად რამდენადაც გასაკვირი და მე მგონი არ უნდა იყოს დიდ ბრიტანეთს საქართველოში გააჩნია თავის აგენტურული აპარატი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ ვირჩევთ თანამდებობებზე თუ ნიშნავთ თანამდებობებზე სხვადასხვა პირებს აუცილებლად უნდა მყარი შემოწმება უნდა ხდებოდეს, რომ ზოგადად ეს ადამიანები საბოლოო ჯამში არ იქცნენ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ადამიანებად. ძალიან კი ბატონო, და ამის ფაქტები თვალსაჩინოა, ეხლა ვისაც სურს დაინახოს, ის დაინახოს და მიხვდება საერთოდ რა და როგორ. იმ შემთხვევაში თუ ეხლა არ მოხდება რეაგირება აი ამაზე, რაზეც ჩვენ ეხლა ვისაუბრე სახალხო დამცველზე, რომლის ესე იგი ანგარიში მოხდა მისი ინფორმაცია, რომ თითქოს მან მოითხოვა რაღაც ინფორმაციები და ვერ მიიღო და მტკიცებულება შეიქმნა და მეორე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება, თუ ამაზე რეაგირება არ მოხდა, მე ვფიქრობ, რომ მაშინ კიდევ უფრო ცუდად გვაქვს საქმე. კი, ყველას გვახსოვს, რომ იოსელიანი და ელისაშვილი ერთი პარტიის წევრები იყვნენ და ზუსტად იმ კვოტით შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ იოსელიანი წაიწია, ასე ვთქვათ, ოცნების დახმარებით რა, თანხმობით ომბუდსმენის თანამდებობას. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ გვაქვს ეს სამართლსაქმე აღძრული ტერორიზმის კუთხით, რეალურად ერთ დროს დაემთხვა ფაქტიურად ელისაშვილის დივერსიული ქმედება, მე გარკვეულწილად არა ვარ იურისტი და რა თქმა უნდა არ ვედავებ იურისტებს, მაგრამ უფრო დივერსიულ ქმედებებზე გამომახვილებდი ყურადღებას ელისაშვილის მხრიდან. ეს არის ფიზიკური განადგურების კუთხით, თქვათ, ობიექტის გარკვეული დივერსიული ქმედება, მეორე მხარეს უკვე ეს არის პოლიტიკური სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული დივერსია, რაც არის განხორციელებული იმ ინფორმაციული უზრუნველყოფით, რომელთაც ისარგებლეს ადგილობრივმა და გარე დესტრუქციულმა ძალებმა. ბატონ დავით, ასევე ბრიტანელების კვალს ხედავენ ცნობილი ანალიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა ვის მხარეს არიან უკვე, იმიტომ რომ ამ შეფასებაზე უმეტესობა მათი შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში, თურქეთის აკვატორიაში, ფაქტობრივად თურქეთის აკვატორია იყო ის, იმ ორ ტანკერზე უპილოტო კატარღებით იერიშის მიტანა, რომელიც უკრაინამ, ასე ვთქვათ, ხმამაღლა თქვა, რომ მან ითავა, ყველა ხვდება, რომ მას არც რესურსი აქვს ამის, არც შესაძლებლობები და ეს არის კვლავ-დაკვლავ ბრიტანეთის ხრიკები. და ცუდი ის არის, რომ აი ამ ფაქტს ყირგიზეთში ყოფნისას პრეზიდენტ პუტინმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ თუ ასე გაგრძელდება და მან მე როგორც მივხვდი მოიტანა მაგალითად საზღვაო სამართალი, რომელიც თურმე დღემდე მოქმედებს, ამ საზღვაო სამართლის თანახმად ეს არის ბროკონიერობა. ანუ პირატული მოქმედება. და განაცხადა ესეთი უმნიშვნელოვანესი რამ, თუ ასე გაგრძელდება, რუსეთს შეუძლია საერთოდ ჩაკეტოს ჩრდილო-აღმოსავლეთი შავი ზღვის სანაპირო და დამთავრდება ჰუმანიტარული ტვირთის მოძრაობაც და ბუნებრივია სხვა დანარჩენიც. და მე ეს კითხვა იმდენად მადარდებს, რომ საქართველოს მომხვილელობა ამ ესე ვთქვათ, შუა ხაზის დერეფნისა ზუსტად ჩვენი შავი ზღვა იყო და საქართველოს წილი შავი ზღვის აკვატორიისა და ამას რა შეიძლება რომ მოყვეს? იმიტომ რომ მე ვაკვირდები, რაც უფრო ფინიშისკენ მიდის, ესე იგი, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი, მით უფრო გაღმავდება ეგრეთ წოდებული უკრაინული პარტიზანული მოძრაობა. და უკრაინის უკან ვინც დგას, აი ხა 2 წუთის წინ ვისაუბრეთ. რას ფიქრობთ თქვენ ამაზე? ჩვენ პირველ რიგში გვაქვს პრაქტიკა, როდესაც უკრაინის პარტიზანული მოძრაობა საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ
შრომატევადი იყო, მაგრამ დამარცხდა და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მის სამართალმემკვიდრეზე, რუსეთის ფედერაციაზე, რომელსაც მე ვფიქრობ, მე არ ვთვლი ჯაბან სახელმწიფოდ და ვთვლი, რომ ის არის ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელიც თავის დომინირებისათვის არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ ყველა მიმართულებაზე მე ვფიქრობ, რომ თანაბრად იბრძვის. პირველ რიგში ერთი რამ მინდა რომ ზოგადად ეხა 100%-იანი მტკიცებულებით, რა თქმა უნდა, მე ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც ღია წყაროების ანალიზი გავაკეთე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ გარკვეული აგრესიული შურისძიების აქტი დიდ ბრიტანეთთან მიმართებით უკვე განახორციელა და რამდენადაც ვიცი მას მგონი ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ამიტომ ეს არის უკვე ალბათ მეორე გაფრთხილება და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბება და ვითარება. ეხლა რა ვქნა, კიდე ისევ ისტორიას უნდა დაუბრუნდეთ რა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდა ინფორმაციები, რომ ზოგადად რამოდენიმე მხრიდან საქართველოში უნდა განხორციელებულიყო წითელი არმიის შემოჭრა. და მან ამის შესახებ საქმის ხურში ჩააყენა, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია საქართველოში და ითხოვა დამატებითი გარანტიები და შეერაღებული ძალების დამატებითი შემოყვანა, მაგრამ ამის ნაცვლად შემდეგ უკვე თანამედროვე ეტაპზე ძალიან ბევრი წყარო გამოქვეყნდა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვას უფრო სრულყოფილი და მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააჩნდათ, მაგრამ ეს ყველაფერი მიმდინარეობდა იმ ფონზე, როდესაც საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ევაჭრებოდა დიდ ბრიტანეთს, რომ ის გასულიყო რეგიონიდან. საბოლოო ჯამში რუსეთის საბჭოთა რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია. მაგრამ შევიდა გარკვეულ ეკონომიკურ სარგებლის მომტან მოლაპარაკებებში დიდ ბრიტანეთთან და შესაბამისად ის არ წასულა ძალიან წაგებული რეგიონი. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი გამწვავება კიდევ ერთ რაიმეზე მიგვანიშნებს, რომ გარკვეულწილად ერთმანეთს დაშორიშებული არის ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ინტერესები. ეს ინტერესები უკვე ძალიან მყარი არ არის და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დაძლევს დიდი ბრიტანეთი მარტო პრობლემას, ცოტა ძნელად წარმოსადგენია. კიდევ ისტორიას მივუბრუნდეთ. ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო მისია იმყოფებოდა 1918-21 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკაში და როდესაც სადაზვერვო მისია გავიდა, მათ დაასკვნეს, რომ აქ ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევას რაიმე აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ადრე იქნებოდა თუ გვიან იქნებოდა ეს რეგიონი მაინც დარჩებოდა ესა რა ქვია რუსეთს. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ანალოგიები და რატომ უსვებ ხაზს, შეიძლება თქვენც დაგღალათ, შეიძლება საზოგადოებას დავღალე, იმიტომ უსვებ ამას ყველაფერს ხაზს, რომ ზოგადად ისტორიას ყოველი საუკუნის შემდეგ აქვს გარკვეული განმეორებითი ციკლი. ამიტომ ღმერთმა უკნას, რომ მოვლენები ისე განვითარდეს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღოთ ისევ 1921 წელი. ამიტომ მე სხვადასხვა მასმედიის საშუალებებში პირდაპირ ვსაუბრობ იმ თემაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა შუამავლის, არამედ პირდაპირი კონტაქტებით უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან. ერთადერთი და ძირითადი მიზეზი მე სხვაგან არ მithქვია და დიდი პატივისცემით თქვენს ეთერში განვაცხადებ ამას, რომ თუ ჩვენ ამ მიმართულებით არ განვავითარებთ თქვათ ჩვენ აქტივობებს, მე ერთი რაღაც პროგნოზი გავაკეთო ახლა, იმიტომ რომ თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც რა მიმართულებითაც მივდივართ ფედერაციასთან. იმდენად რთული სალაპარაკო იქნება, რომ უბრალოდ შეიძლება ლაპარაკის საშუალებაც კი არ მოგცეს და განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომელიც ძალიან დააზიანებს საქართველოს და დააზიანებს იმ ხრივად, რომ შესაძლებელია ჩვენ ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ. ამიტომ პირდაპირი დიალოგის წარმოება უბრალოდ რატო ვარ იცით გაკვირვებული. ესე იგი თანაბარ დონეზე რუსეთის ფედერაციას ესაუბრება ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? ხო და უკვე ვერ ვგებულობ ჩვენ რა ან ძალები გაგვაჩნია, არა საშუალებები გაგვაჩნია, რომ ესეთი რაღაც ისა ჯინიანი ფორმით რაიმე ნაბიჯების გადადგმა არ გვინდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, შუამავლობა დიპლომატიაში კი ბატონო მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნებისმიერი შუამავლი რუსეთსა და საქართველოს შორის იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ხარკის გადახდა გვიწევს იმ შუამავლისათვის.
ამიტომ პირდაპირ კონტაქტი ეს არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომ ჩვენ ის ხარკი შევამციროთ, რაც ზოგადად ძალიან მძიმედ გვაზის კისერს. ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია და არა იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ თქვათ რუსეთსა და საქართველოს შორის თქვათ დადებითი რაღაც ისტორიული მომენტები გვაქვს განსაკუთრებით ბოლო 35 წელიწადში, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ფაქტობრივ ობიექტური რეალობა უნდა კარნახებდეს ხელისუფლებას იმას, რომ მან აქტიურად უნდა დაიწყოს უკვე გარკვეულ თემებზე საუბარი რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომ ნახეთ, დააკვირდით, ძალიან გაურკვევლობა არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ორი ხელისუფლება პრაქტიკულად იმ დონეზე არის რყევებში, რომ მან ვერ ჩამოაყალიბა თავისი სტრატეგია საბოლოო ჯამში, სად უნდა გადაიხარონ და როგორ უნდა გადაიხარონ. ამიტომ მე ვიცი ერთი რამ, ჩემმა თაობამ ეს ყველაფერი იცის, ჩემზე უფროსმა თაობამ იცის და ადამიანებმა, რომელსაც დღეს შეხება აქვს ზოგადად რუსეთის ფედერაციასთან და რუსულ ფენომენთან. ეს არის ქვეყანა და ეს არის ხალხი და ეს არის საზოგადოება, რომელიც ამ ზოგადად ეგრეთ წოდებულ რა ქვია, შატკა მე მგონი რუსულად, ხო? აი ამას ზოგადად არ პატიობს მერე სახელმწიფოებს და მერე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის აგრესიული აქტები. ამიტომ ერთადერთი მიზანი, რაც მე მამოძრავებს, როცა ესეთ თემებზე ვსაუბრობ, მამოძრავებს ის, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები საქართველოში. ყველა სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი და საქართველოს არსებობა უნდა გააგრძელოს ყველა ეტაპზე, სანამ სამყარო იარსება. ბატონ დავით, არ არის დასამალი ის ფაქტიც, რომ იგივე რაც თქვენ ახლა სამხრეთ კავკასია ახსენეთ, სამხრეთ კავკასიაში აი ეს ეგრეთ წოდებული ტრამპის მორიგება ამ ორ სახელმწიფოს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს თავის დროზე აღიქმებოდა როგორც ესე ვთქვათ სტაბილური გარანტია ამ ორ ქვეყანას შორის რაღაცა პოლიტიკური თანაცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის, თუნდაც იგივე სავაჭრო ურთიერთობების მით უმეტეს იქ მაშინ აქტიურობდა ასევე თურქეთი, მაგრამ რაც უფრო დრო გავიდა, ჩვენ ხვდებით, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არაფერი არ დასრულებულა და გამოდის ის, რომ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატები ესეთი შტაბ-ბეჭდილება მრჩება მე, რომ თითქოს ელოდება რუსეთის გააქტიურებას რეგიონში და შესაბამისად ამას წინ უნდა უძღოდეს უკრაინის ომის დასრულება და მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მე ეთერის მიღმაც გითხარით ეს, თქვენ ერთადერთი იყავით, ვინც თამამად თქვით, რომ ანკორიჯის ტრეკი კვლავ მოქმედებს. ის არ შეჩერებულა და აი ანკორიჯში ამ ორ პრეზიდენტს შორის შეთანხმება კვლავ ძალაშია. უბრალოდ ჩვენ რასაც ახლა თვალს ვარდევნებთ, ეს არის აი ზუსტად ალიასკის შეხვედრის რეალიზების ფრაგმენტები. და რაზეც ძალიან დიდი მადლობა ეს ჩვენი საუბრისას თქვით და როგორც პროფესიონალი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ მართლა წიგნისეული ანალიზი იყო, რომ სხვათა შორის ბევრი აცდა ამ პროგნოზებში და ერთადერთი თქვენ ხართ მე ვისაც მე ვიცნობ, ვინც ეს ზედმიწევნის სიზუსტით თქვით. და აი აქედან გამომდინარე, მე ესეთი შტაბ-ბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს ამერიკის ადმინისტრაცია, თეთრ-სახლის ადმინისტრაცია, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, აი ესე ვთქვათ, საქანელის მომენტი თითქოს თანხას აღარ აძლევს, მაგრამ მერე რუსეთს ასანქცირებს, მერე გამოდის რუსეთს ასანქცირებს და რაღაცა აქტივობებს გადის და ბუნებრივია, ტრამპი ერთპიროვნული ლიდერი არ არის, როგორც პუტინი და ის თავის შიდა ოპონენტებსაც მოქმედებს ამით, როგორც კონგრესში, ასევე სენატში და ესეთი შტაბ-ბეჭდილება რჩება და მხოლოდ მე არა, რომ თითქოს დრო გაყავს, რომ უკრაინის ომის დასრულებას ელოდება, რომ რუსეთთან ერთად გადააფორმატიროს ეს ახალი მსოფლიო წყობა. და ამის ნიშანი ის იყო, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ ბრიტანეთის ინტერესები უკვე აშკარად გაყოფილია, ვენესუელასთან სამხედრო ოპერაციების დროს უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ბრიტანეთი აღარ აწვდიდა, აღარ უზიარებდა სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს იყო ისეთი რამ, რომ ყურებს არ დაუჯერე. მართალი აღმოჩნდა და ზუსტად ასეთივე წარმატებით არ ცვლიან ისინი ოპერატიულ ინფორმაციას არც უკრაინის ფრონტზე.
და საბოლოო ჯამში თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს ამ ორი იმპერიის, თან ორი საზღვაო იმპერიის ბრიტანეთი უკვე რამდენად იმპერია არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ორი სახელმწიფოს პაიქრობა სადამდე მიიყვანს აი ამ სოფლიო გადანაწილებას. ესე იგი, ნახეთ, ცივი ომის პერიოდშიც კი ფიქსირდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ძალიან მნიშვნელოვანი დაახლოება, რომ სტრატეგიული ინტერესები გარკვეული მიმართულებებით მათ ჰქონდათ ერთი და იგივე. მე მაინც ვფიქრობ, დღეს როგორც რუსეთს ჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჭირდება რუსეთი. მე არ ვფიქრობ, რომ მაგალითად ამერიკას დღეს აქვს ძალიან მყარი ეკონომიკური მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა მე არ მჯერა არც იმის, რომ ერთი deep state რაზედაც ვაპელირებთ, რომ თქვა დამარცხდა, ერთი deep state-ის დამარცხებით იქნება ახალი deep state. Deep state იქნება ეს მუდმივობაში, იმიტომ რომ ზოგადად ამის გარეშე არც უარსებია და არც იარსებებს ყოველ შემთხვევაში ბოლო საუკუნე რადსაც უყურებთ, არც ერთი პერიოდი არ იქნება ამის გარეშე. მაგრამ მთავარი დაარსებითი გახლავთ ის, რომ როგორც რესურსული უზრუნველყოფის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სამიზნეს ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და მას შეუძლია რომ ძალიან კარგი სამსახური გაუწიოს გარკვეული სტაბილურობის შექმნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ ამ შემთხვევაში ზოგადად მე ყოველთვის სტუდენტებსაც როცა ვესაუბრები, ზოგადად განვიხილავ სამ დონეს. ერთი არის სახელმწიფოები, რომლებიც იბრძვიან დომინანტის როლისათვის, მეორე არის სახელმწიფოები, რომლებიც იბრძვიან სტრატეგიული პარტნიორის როლისათვის და მესამე არის სახელმწიფოები, რომლებიც იბრძვიან სატელიტის როლისათვის. ამიტომ თუ დავაკვირდებით პირველ პოზიციას დომინანტების როლისათვის, ერთად სულ მუდმივად იბრძვის ორი სახელმწიფო. ამასთან ერთად გარდა რესურსული უზრუნველყოფისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლა ვფიქრობ, რომ ამის გაშლა არ არის აუცილებელი. რუსეთის ფედერაცია კიდევ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით ჭირდება და არის ძალიან ბევრი ისეთი ინტერესი, რომლის დროსაც შესაძლებელია, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაში ყოფნის პირობებშიც კი გარკვეული უთანხმოება კონდეს თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთთან, იმიტომ რომ მაინც ესე არის ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, საკუთარი ეროვნული ინტერესები და მერე დანარჩენი რა. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში არც ისე არ წაიყვანებენ საქმეს ეს ორი სახელმწიფო საუბრობ დიდ ბრიტანეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ ისინი მოსისხლემტრებად იქცნენ, მაგრამ გარკვეული ანგარიშის გაწევა იმ პროცესებთან, რომელშიც ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, მოუწევს დიდ ბრიტანეთთან, იმიტომ რომ ამ იერარქიას, რომელზედაც მე გესაუბრეთ, აქვს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. თუ კი ზოგადად ამ პოზიციებზე დგომი სახელმწიფოები ერთმანეთის ინტერესებს არ გაიზიარებენ, შესაძლებელია მათ შეიცვალონ პოზიცია და ისინი გადავიდნენ უფრო დაბალ კატეგორიაში. და მე ვფიქრობ, რომ ამის სურვილი არც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და არც რუსეთის ფედერაციას და დიდი ბრიტანეთი როგორც იყო, სავარაუდოდ დაუბრუნდება იმ პოზიციას და იქნება მუდმივად როგორც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ნახოთ ვაჭრობის რა მასშტაბის ვაჭრობისკენ მიდის დიდი ბრიტანეთი. მე ვფიქრობ, რომ ის მაინც ვაჭრობს და ყველა მხრიდან ფიქრობს, რომ რაც შეიძლება შექმნას სხვადასხვა ტიპის დესტაბილიზაცია. ვერ უყურებ თქვათ რაღაც ისეთ მნიშვნელოვან ძალას, რომ მან რაღაც გარდამტეხი მნიშვნელობა შეიტანოს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნახეთ, იქ სადაც ის პროტექტორატს ახორციელებს, იქ განვითარებული მოვლენები, მაგალითად ბოლო დაკავებები თუნდაც აზერბაიჯანში მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად იქ მეორე დაინტერესებული მხარე ალბათ ამზადებს გარკვეულ სახელმწიფო გადატრიალებას. თუ იმაზე ვისაუბრებთ, რომ გარკვეული საზოგადოებრივი განწყობა ამ მიმართულებით საკმაოდ მყარი არის აზერბაიჯანში, ვფიქრობ, რომ ესე იგი მარტო იქ პროტექტორატი ძალიან ძლიერი ვერ უნდა იყოს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა მგონია, რომ გარკვეული ის გეგმა, რომელიც იმ საიდუმლო ეგრეთ წოდებულ საიდუმლო შეხვედრაზე ალბათ ხელი მოეწერა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ რეალიზაციას განიცდის. ხო და რატო გითხარით, იცით, აი ამერიკის შეერთებული შტატებთან დაკავშირებით, რომ მას ეკონომიკურად უჭირს. მან ისეთი ქმედებები განახორციელა, რომ პრაქტიკულად ძალიან დიდი ინფორმაციული ვაკუუმი შეუქმნა
თავის ქვეყანას, როდესაც პრაქტიკულად თავისი სადაზვერო აგენტურული ქსელის ეგრეთ წოდებული შიმშილის რეჟიმზე გადაყვანა მოახდინა, მიხვდით? აი ამ რისკზე წასვლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ამას გაიგებს ის ადამიანები, ვისაც ქონია სადაზვერო და კონსადაზვერო საქმიანობასთან საქმე, იმიტომ რომ აგენტურული აპარატის გარეშე და მათი მყარი დაფინანსების გარეშე ზოგადად წარმოუდგენელია მართო მოიპოვო ინფორმაციები. ამიტომ ვფიქრობ, რომ მან მოშალა ისეთი მნიშვნელოვანი ფთა, რომელიც მე მაინც ვფიქრობ და ვნახოთ, ამასაც დაველოდოთ, რომ გარკვეულწილად ამ კუთხით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა და ეს აუცილებლად ასახვას პოვებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე და კიდევ ანალოგიას მოვიყვან. თუ არ ვცდები 59 წელი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს რეფორმა, რომელსაც მოხვა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად მაღალი დონის ანალიტიკოსები აღმოჩნდნენ გაშვებული სახლში. 2 წელიწადში იმდენად დაიკარგა ბალანსი საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იძულებული აღმოჩნდა, რომ ეს მაღალი დონის პროფესიონალები უკან მოებრუნებინ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვადასხვა პროპაგანდისტული შეფარვით განხორციელებული ესმედება, მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა კვლავ დააპირებს ისევ დომინაციას იმ მიმართულებით, რომელზედაც ის იყო. თუ ესე არ მოხდა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ვერსია მე გაჟღერებული მაქვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამოწურა თავისი ინტერესი მაშინ საქართველოსთან მიმართებაში და არა მარტო საქართველოსთან. ანუ შეგნებულად დგავს ესე იგი ამ ნაბიჯს. ხო, თუ სავარაუდოდ მაშინ გამოდის, რომ მან თავის რესურსული მდგომარეობა აქ ამოწურა რა, ის რაც ქონდა გასაკეთებელი. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ესეთი აქტივაცია უკავშირდებოდა უფრო ყველაზე მეტად ძირითადად ავღანეთის პრობლემას. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია. ამასთან ერთად მან მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა იმით, რომ რეალურად ფოთის სპორტი ექვემდებარება მე ვფიქრობ, რომ ამერიკულ კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის უშუალოდ ამერიკული კომპანია და უნდა ვიცოდეთ, რომ ფოთის სპორტი არის სამხედრო სტრატეგიული დანიშნულებით უმნიშვნელოვანესი სპორტი და ამიტომ მიდის ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით ესეთი ძალიან მასშტაბური პროპაგანდა და დეზინფორმაცია და ვფიქრობ, რომ რაც მალე ანაკლიის სპორტი ექნება სახელმწიფოს, თუ ის პროცენტული რაოდენობა შევინარჩუნეთ 51-59-ზე, ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ფოთის სპორტიდან მოსალოდნელი საფრთხეები საქართველოს დაძლეული ექნება. გასაგებია. ბატონ დავით, ეხლა ჩვენ ამ გადაცემის ჩაწერის პროცესში უკრაინაში მორიგი სკანდალი აგორდა. იქ როგორც ჩანს ეს უკვე სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ესე პერმანენტულად კვირა-კვირა ალბათ სულ ახალი ნიუსები იქნება და დააკავეს ვინმე ანას კარახოდი, რომელიც არის ესე იგი აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, მოიაზრებოდა ზელენსკის ინტერესანტად და ლაპარაკი არის მხოლოდ 250,000 დიდი ფულია, მაგრამ იმ მასშტაბებთან შედარებით, რაზეც ეს ბოლო ერთი თვეა საუბარია, 250,000 არაფერი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ გამოძალვაზეა საუბარი. და ეს ციკლი არ თავდება. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებაში დაიწყო ესეთი რყევები, რომ ესე იგი ერმაკის გადაყენებით ეს არ დასრულდება, ბუნებრივია და დაიწყო მოშლა ამ ზელენსკის ეგრეთ წოდებული ვერტიკალის. თქვენ როგორ ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს აი რასაც თქვენ ადენებთ თვალყურს და რაც ინფორმაცია დევს იმის ანალიზის საფუძველზე და რამდენად ეს ასოციატიურად არის ბრიტანულ-ამერიკულ კონფლიქტში და რატო ვაკავშირებ, ნახეთ, უკვე დასამალიც აღარ არის, რომ ესე იგი ზელენსკის უსაფრთხოებას და მის გარემოცვის უსაფრთხოებას კურირებდა Mi-6. მაგრამ ამავდროულად ხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის მორიგებაში წამყვანი პოზიცია, კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს უჭირავს და აი ეს ჯაჭვი სად შეიძლება რომ გაწყდეს და აი ამ ზელენსკის ვერტიკალის მორღვევა როდისთვის შეიძლება რომ დაიწყოს, რომ დაუშვათ ჩარჩო ხელშეკრულება მაინც დაიდოს. ეს შესაძლებელია დეკემბრის თვეში, თუ ეს მაინც 26 წლის პერსპექტივაა.
ესე იგი, მე მაინც ერთ ვერსიაზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომ ზოგადად ზელენსკის ირგვლივ ეხლა რა ვითარებაც ზოგადად უკრაინაში არის ეს რა ქვია ინსპირირებული ალბათობის მაღალი ხარისხით ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სადაზვერვო კოორდინაციის შედეგად. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები გააჩნიათ და მათ შორის მაკომპრომენტირებული მტკიცებულებითი ფორმის მნიშვნელოვანი ინფორმაციები გააჩნიათ არა მარტო ზელენსკის ხელისუფლებაზე, თვითონ ზელენსკისთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის მესის და სისტემა, რომელიც ზოგადად დღის სინათლეზე წამოვიდა, იძულებულია ზელენსკი რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას, მაგრამ მას პრაქტიკულად ჩამოეშალა ის ძირითადი მყარი დასაყრდენი ძალა, რომელსაც ის ეყნობოდა. ეს კიდე საკითხავია, რამდენად მყარი იყო ეს ძალა, ალბათობის მაღალი ხარისხით აქაც სადაზვერვო შეღწევადობის ძალიან მაღალი დონე ჩანს ჩემი მოსაზრებით და კიდე ერთხელ ვფიქრობ იმაზე, რომ ეხლა ვერ გეტყვით ესე ზუსტად ჩემი მხრიდან არასერიოზულიც იქნება, რომ გითხრათ, რომ ეს დეკემბერში დასრულდება, მაგრამ კულმინაციამდე რო არის პროცესი მისული და ალბათ მოკლეს პერიოდში ეს ყველაფერი სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს, ამაზე ვფიქრობ, რომ ორი აზრი არ აქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზელენსკის გარანტირებული აქვს ჯერჯერობით თუ რაიმე სპეცოპერაცია არ ჩატარდა, ვთქვათ, ლიკვიდაციის სპეცოპერაცია სიცოცხლე, იმიტომ რომ ალბათობის მაღალი ხარისხით მას გაიყვანს ისევ ბრიტანული სპეცსამსახური შეუნარჩუნებს სიცოცხლეს, რამე თუ ის დაჭირდებათ უკვე საგარეო ფრონტიდან, ვთქვათ, შემდეგ სხვადასხვა ტიპის პროპაგანდისტული საქმიანობის ორგანიზებისათვის. რაც თქვენ ახსენეთ, ეს საფრთხე ნამდვილად არსებობს, პარტიზანული ომის საფრთხე ნამდვილად არსებობს, აქ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენც გარკვეულწილად აუცილებლად ეს საფრთხე იდენტიფიცირებული უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ვთქვათ, ამის მნიშვნელოვანი საფუძველი, თუ გადავხედავთ იმ სპექტრს, ვინც ამ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობს და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ორი ძირითადი მიმართულებით უნდა გაამახვილოს ხელისუფლებამ აქცენტი. ერთი ეს არის ზუსტად უკრაინის ომის დასრულებიდან მომდინარე საფრთხეები, უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ შუამავლის გარეშე უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სხვა გამოსავალი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე არ აგვაქვს და სანამ ჩვენ დავიწყებთ ეთერს, მე თქვენთან აღვნიშნე საუბარში, რომ ჩვენ და სამწუხაროდ ადრე თუ გქონდა საუბარი, რომ თქვათ, ერთ წელიწადში რამოდენიმე ფაქტი შეიძლება მომხდარიყო, მე საუბრობდი, რომ ერთ თვეში და თუ ვაკვირდებით უკვე გადავედით კვირაებზე და ძალიან ვწუხარ, რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ესეთი ტიპის, თქვათ, რყევები შეიძლება უკვე ყოველდღიურობად იქცეს და მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ძალიან მყარი აქცენტების გაკეთება ჭირდება ამაზე, რამე თუ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ბექგრაუნდის სახელმწიფოს, რაც ჩვენ გადავიარეთ ზოგადად და რასაც ჩვენ გავდივართ, რამდენად უნდა იყოს ფსიქოლოგიური მდგრადობა და ეს მიზანმიმართულად არ უნდა გამოირიცხოს, რომ კეთდებოდეს იმისათვის, რომ ადამიანებისთვის სულ ერთი გახდეს ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს ამ ქვეყანაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუწოდები 100 წლის ანალოგიას და არ მინდა რომ ისევ იგივე მოვლენები განვითარდეს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ საქმე გქონდა გადაღლილ ადამიანებთან, უბრალოდ ეს იყო ადამიანთა ის ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკულად ვეღარ ერკვეოდნენ ვერცერთი ტიპის პრობლემას და საერთოდ აღარ აინტერესებდათ რა ხდებოდა თავის სახელმწიფოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაინც უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების აქცენტი ამ მიმართულებითაც არის გამახვილებული და ალბათ ხელისუფლებას მართებს, რომ რაღაც კონკრეტული ღონისძიებები გადაიდგას, რომ ეს დესტრუქცია თავიდან იქნას აცილებული. ვერ ნახავთ მოვლენას, რომელსაც შეიძლება ახორციელებდეს ხელისუფლება, რომ ის დეзинფორმაციული ნაკადების მსხვერპლი არ გახდეს და ვერ ნახავთ, აი ყოველ ნახეთ ახლა როგორი თემა შემოვიდა, ხო? ისეთი თემა, რომ აი ძალიან ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ესეთი თემა შეიძლება შემოსულიყო. რომას გულისხმობთ ჩვენ რამდენიმე თემაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში? BBC-ის მიერ განხორციელებული ის. ესე იგი კიდევ ბევრი რამ ჩვენ წინა გვაქვს და კიდევ ერთ რაიმეს ვერ ვგებულობ. ესე იგი ჩვენ საქართველოს პრეზიდენტი ყავს ერთი.
და თუ საშელასვლების დეპარტამენტში შეიძლება რომ მეორე პრეზიდენტი ყავდეს, რომელიც ჩვეულებრივად პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდეს და იქ მესიჯებს გამოსცემდეს, რომელიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციას უწყობდეს, მე მგონი ჩვენ სახელმწიფოში ლათ კარგად არ არის საქმე. ამიტომ საკანონმდებლო ორგანო რას აკეთებს, რატო არ შეიძლება თქვათ ან აღმასრულებელი ხელისუფლება რომ ზოგადად ადამიანებმა რომლებაც დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის წინაშე, მათ პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება საშელასვლების დეპარტამენტში აკრძალული უნდა გქონდეთ და ჩვენ ამას ვერ უყურებთ. ახლა იქიდან გადაიყვანეს, ახლა იქიდან დაიწყო და მე ვფიქრობ რომ კარდინალური ზომების მიღება არის საჭირო. რა წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა თო მგონია რომ ჩვენ ვერ დავძლებთ იმ პრობლემას, რასაც ქვია სადაზორო დეზინფორმაცია და შესაძლებელია ქვეყანა ამის ხერხი გახდეს. ბატონ დავით, საქართველოზე მაგ შეკითხვა, მაგრამ საუბრის ბოლოსთვის მოვიტოვებ. მანამდე ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პუტინმა, რომ ასევე ყირგიზეთში ვიზიტის დასრულებისას და ეს იყო, ესე ვთქვათ, წინა შემზადება იმისა, რომ ვიტკოფი და კუშნერი უნდა ჩასულიყვნენ და ჩვენ ვიცით ხო, რომ დიდი სახელმწიფოების პირველი პირები საჭირო დროს, საჭირო ადგილას აკეთებენ საჭირო განცხადებას და ეს იყო ის, რომ თუ ევროპა გადაწყვეტს რუსეთთან ომს, რუსეთი უკრაინისგან განსხვავებით მალევე დაასრულებს ამ ომს ისეთი შედეგით, რომ მომლაპარაკებელიც ევროპის მხრიდან არავინ არ იქნება. ნუ ამან გამოიწვია დიდი რეზონანსი. მე ხა დასავლურ მედიას რო უყურებ, დღემდე არ ჩამოდის ეს განცხადება ჰედლაინებიდან და მე მაინტერესებს ესეთი რა. თქვენ როგორც სპეციალისტი, ეს ახლა უბრალოდ სადაზვერვო თამაშებია? თუ გერმანიამ და ევროკავშირმა იმიტომ აიღო 2030-2029, მე ვიცი რომ 28 წლისთვის მე მგონი 800 მილიარდამდე აპირებენ თანხის აკუმულირებას, რაც ბუნებრივია, ეს კიდე გაიზრდება. ანუ შესაძლებელია რომ მართლა ამერიკის გასვლის შემთხვევაში, რაც ჩვენ ვივარავთ ამ საუბარში, რომ ევროპამ გარკვეული ფორტპოსტი შექმნას დაუშვათ იმ დარჩენილ ნახევარი უკრაინის ტერიტორიაზე, რაც თავის მხრივ იქნება კაზუსბელი და შესაძლოა მართლა ომი დაიწყოს. თუ ეს მუქარაა უბრალოდ. ნუ ერთ ვერსიად ისიც უნდა განვიხილოთ, რომ შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია თვითონ ევროპის გაყოფასთანაც არის, ისა რა ქვია. ზოგადად ესეთი გეგმაც არსებობს, ამის გამო რიცხვა არ შეიძლება. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ რუსეთის ფედერაცია აუცილებლად განახორციელებს ეგრეთ წოდებულ შურისძიების აქტებს. ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვინც მონაწილეობდა რუსეთის საწინააღმდეგოდ. ნუ ეხა ამაზე ეს რო არ გააკეთოს რუსეთის ფედერაცია, მე ვფიქრობ, რომ ის ზოგადად სახელმწიფო არ იქნება. მისი სახელმწიფოს მახასიათებლიდან გამომდინარე, ის ამას აუცილებლად გააკეთებს. მეც როგორც მაგალითად მე რო იყო საქართველოს ხელისუფალი და მე ჩემ ქვეყანასაც ანალოგიური გავუკეთონ, მეც იგივეს გავაკეთებდი, სხვას არაფერს არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ რეალურად ამ ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩამოეშალათ რუსეთის სახელმწიფოებრიობა. არ ვსაუბრობ მარტო უკრაინის ფრონტთან დაკავშირებით. არსებობს ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც პრაქტიკულად რუსეთის კონსტიტუციური წყობილების ჩამოშლის მიმართულებით ძალიან დიდი და მასშტაბური სადაზვერვო ღონისძიებები ხორციელდებოდა. ეხლა რაც შეეხება ზოგადად განცხადებებს, პუტინს როცა არ მოусმინეს, ეს იყო 2007 წელი, პრაქტიკულად 2007 წლის მერე მივიღეთ ჩვენ საქართველოში 2008 წლის საომარი მოქმედებები, მერე მივიღეთ 2014 წლის უკრაინის მოვლენები და მერე მივიღეთ კიდე 2020 წლის უკრაინის მოვლენები. ესე იგი, მან როგორც სახელმწიფოს მეთაურმა 2007 წელს ძალიან მიუხენის თუ არ ვცდები სამიწე, ისეთი ტიპის განცხადება გააკეთა, რომ აი ელემენტარულად ყველაზე დაბალი დონის ანალიტიკოსიც კი გააკეთებდა იმ დასკვნას, რომ თუ მოვლენები ისე გაგრძელდებოდა, როგორაც ხორციელდებოდა, აუცილებლად სახეზე იქნებოდა საომარი მოქმედებები. ამიტომ ეხლა რა განცხადებაც გააკეთა, მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურებს, მათ შორის ჩვენ სპეცსამსახურებს ძალიან დიდი ანალიზის საგანი მისცა მან და ამიტომ ჩვენი მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, სად შეიძლება წამოვედოთ რაიმეს, რაიმე ისეთი არ მოხდეს, რომ ჩვენ გავხდეთ დაზიანების ობიექტი. ეხლა ერთი რამე უნდა ზოგადად ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ეხლა რომ გერმანიამ გამოიფხიზლა და ემზადება ომისთვის, თქვენ როგორ გონიათ, ეხლა 2 წელიწადში
ომისთვის როგორ უნდა მოემზადოს გერმანია და ჯერ ეხა მოდით რა ზოგადად ყველაფერი გავითვალისწინოთ რა უკვე ეთნიკური რელიგიური ფაქტორი გერმანიაში რა ხდება ზოგადად ხალხის დამოკიდებულება ზოგადად სხვადასხვა პროცესებთან რამდენად აქვს დღეს გერმანიის ხელისუფალს რომ საზოგადოება თუნდაც უშუალოდ გერმანელები შეკრას ერთი მიზნისთვის და როგორ გინდა გაუწიო წინააღმდეგობა ისეთ სახელმწიფოს რომელიც პრაქტიკულად აგერ ბოლო 4 თუ რამდენი წელი გამოდის 6 წელი ხო ფაქტიურად 5 წელი მუდმივად საომარ მოქმედებებშია მან ის წვრთნის სამხედრო ძალებს ის წვრთნის თავის ტექნოლოგიებს და ესე შემდეგ და 2 წელიწადში უნდა რომ დაძლევს ერთ-ერთი შიში რაც უნდა კონდეს დღეს ევროპას არის ის რომ ის ძალიან არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე და შესაბამისად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი არ აიღოს მათ პროტექტორატზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც განვითარდა მეორე მსოფლიო ომის დროს. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდ პატივს ვცემ უნგრეთის პრეზიდენტს. საკმაოდ გონიერი ადამიანია, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა და თამაშობს და მე რასაც ვაკვირდები, ის შემთხვევით არც სიტყვას ამბობს, არც ნაბიჯს არ გადადგამს. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ მან ეს საფრთხე უკვე დაინახა. და კარგი ხანია მას საფრთხე დანახიაკ და შესაბამისად მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. გონიერი ხელისუფალი ესე იქცევა. გასაგებია და მარტივად რომ ნანგრევებში არ მოყვეს სუცოტა. აი ამ დაპირისპირების დროს. ბატონ დავით და დაუბრუნდეთ საქართველოს. ტრადიციულად ყოველი გადაცემის ბოლოს აქეთკენ მივყავს ხოლმე და დღევანდელი ჩვენი საუბარიც არ იქნება გამონაკლისი. ესე იგი კვირის ბოლოა და დაანონსებულია საპროტესტო მიტინგები. და მე მაინტერესებს თქვენ თუ ატყობთ ხელისუფლების მზადყოფნას აი ამ პროცესების მიმართ და რას გულისხმობ. ესე იგი BBC მხოლოდ ფრაგმენტი იყო, ხო? ჩვენ გვახსოვს მანამდე რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გორდებოდა. იგივე ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქ ვილსონის მეგობრობის აქტის გააქტიურება და შემდეგ ესე მთელი ციკლურად მოვიდა ხვალინდელ დღემდე. ფიგურალურად ვამბობ. მათ შორის პოლიტიკური ელიტების გახლეჩა საქართველოში. და ყველაზე ჩემთვის ყველაზე გულსატკენი ის არის რომ ვინც მე მეგონა რომ აი ეს დავუშვათ პოლიტიკური ფიგურებისა, ანალიტიკოსებისა, პოლიტოლოგებისა რომ წარმომედგინა რომ ეს ერთი ფრონტის დიდი გაერთიანება იყო, მათ შორისაც სერიოზულ ბზარს ხედავდა დაპირისპირებას. და ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით რომ არ ხორციელდება მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან. ამას აქ ზუსტად თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ეს არის გარე მოვლენებზე დამოკიდებული. ბევრი რამ ინსპირირებულია, ბევრი რამ ხილულია და ბევრი რამ შესაძლოა დიდი ალბათობით ხალხი იყოს უნებლიეთ ჩათრეული ამაში. თქვენ როგორ ატყობთ? რამზადყოფნას ამჩნევთ ქვეყნის ხელისუფლების და აი კონკრეტულად სადაზვერვო სამსახურების. ესე იგი პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეენარჩუნოს დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი. ამიტომ ნებისმიერი პროტესტი ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი მოვლენა ქვეყანაში, ოღონდ კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური დესტაბილიზაცია, მოწოდებები ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის და ეს შემდეგ და ეს შემდეგ. ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ გვაქვს ეგრეთ წოდებული მოსამართლის სტატუსი, როდესაც ჩვენ გამოგვაქვს განაჩენი ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ უკვე განვლინვა მოვლენებაც გვაჩერნა, რომ ხეირის მომტანი არ არის სახელმწიფო გადატრიელებებით ზოგადად ხელისუფლებების ჩანაცვლება. ამიტომ ამ შემთხვევაში როდესაც ახლა მიტინგი ჩატარდება, მე რა თქმა უნდა წინას არ მინდა იმის თქმა, რომ აქ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების ინიციატივით დაიწყო თქვათ ეს მიტინგი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ აქ იქნება იმის ნიშნები, რომ იქნება თქვათ მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე გამოვთქვათ ვარაუდი იმაზე, რომ
ზოგადად გარკვეული ძალები, ვინც მონაწილეობს ამ მიტინგში, სავარაუდოდ შესაძლებელია წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურებს. თუ ესეთი რამე არ დაფიქსირდება, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ ზოგადად პროტესტის გამოხატვის უფლება ეს არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც ყოველთვის უნდა გააჩნდეს ადამიანს. მე მაინც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ყოველ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურები რო აქტიურად არიან დაინტერესებული იმით, რომ ნებისმიერი ესეთი ტიპის მანიფესტაცია, საპროტესტო აქცია, რომ დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს, ამაში დარწმუნებული ვარ და ამის ყველა ნიშანია, ვნახოთ რა მოვლენების განვითარებასთან გვექნება საქმე. რაც შეეხება სახელმწიფოს, მე ვფიქრობ და ამაში ეჭვი არ მეპარება, თუ რაღაც საშინელი უცხო სახელმწიფოებიდან არ მოხდა რაიმე ტიპის თქვათ ჩარევა, ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ დაიცვას არსებული წესწყობილება, კონსტიტუციური წყობილება სახელმწიფოში. მას ამისთვის საკმარისი ძალები და საშუალებები გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ არის შეცდომები და ეხლა ის გამიკვირდებოდა, რომ შეცდომები არ ყოფილიყო ამ დონის სადაზვერო შეხსებადობის ციკლში ვიმყოფებით და ძალიან ბევრჯერ ვფიქრობ იმას, რომ უბრალოდ კიდე როგორ ვართ, ისე როგორც ვართ. და ბოლო შეკითხვა, ფაქტობრივად ყველა ევრაზიის კონტინენტზე ელოდება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას და ბუნებრივია საქართველოს გამონაკლისი არ არის. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ კოლექტიური დასავლეთიდან ერთადერთი დასავლეთ ევროპას გულისხმობ, კვლავ იქნება ზეწოლა საქართველოზე? ნახეთ, ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ის, რომ ჩვენ ორი ძირითადი მიმართულება აქვს განვითარებული ამ შემთხვევაში კოლექტიურ დასავლეთს. ერთი არის აქტიური მოქმედების განხორციელებელი ძალა, რომელიც სადაზვერო საფარქვეში მოქმედებს. მათ შორის შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის გაშიფრული ძალა, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების კუთხით, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ აუცილებლად ეს უნდა გავითვალისწინოთ და მე ვფიქრობ, რომ სპეცსამსახურების გათვალისწინებულიც აქვს და იდენტიფიცირებულიც აქვს საფრთხეები, რომ ჩვენ გვყავს კონსერვირებული, ეგრეთ წოდებული კონსერვირებული ძალები, ეს მიღებული პრაქტიკა, როდესაც გარკვეული აქტიურობა არ არის აუცილებელი, ეს ადამიანები დღის სინათლეზე არ გამოდიან, მაგრამ კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში ისინი შეიძლება გამოყვანილი იყვნენ მოქმედების სხვადასხვა ფაზაში. ამიტომ არ გამოვრიცხო არც იმას, რომ ხელისუფლებაშიდაც ჩვენ შესაძლებელია, რომ გარკვეული ესეთი ტიპის შეხსებადობაც გაგვაჩნდეს. რა თქმა უნდა, მე ამის აშკარა მტკიცებულებითი ფორმით ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ეს არის სპეცსამსახურების საქმე და სწორედ ამიტომ ხო ჩვენ სპეცსამსახურები ესეთ ტონის შეხსებადობა გამოირიცხოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად ჩვენი კუთხით რო შევხედოთ და ვიცი, რომ სპეცსამსახურებიც ამას ყურადღებას აქცევენ, აუცილებელია ბექგრაუნდების გავლა ხელისუფლების წევრების და მაშინ უნდა გაითვალოს რისკები, რამდენად სწორად ვსაუბრობ ან არასწორად ვსაუბრობ მე იმ რისკებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მისამართით იყოს მომართული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში ისე ჩამოყალიბდებით და ისეთი ადამიანები გავხდებით, რომ არასოდეს ძალადობრივად ხელისუფლებას არ დავამატოთ. ბატონ დავით, დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, ამ ინტერვიუსთვის, როგორც ყოველთვის. ესეთი ძალიან კარგი ანალიტიკურ შედეგზე გავდივართ ხოლმე და მე მოხარული ვარ, რომ მე მეძლევა საშუალება თქვენთან საუბრის და აუდიტორიის გარკვეული ნაწილისთვის ან ჩვენი საუბრის მიტანის საშუალებაც მაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაცხოვრებელი ქართველებისთვის, ასევე ვიცი, რომ საქართველოდანაც უყურებენ და საქართველოს მაყურებელი ჭარბობს, ეს არც არის გასაკვირი ხა პროცენტულად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და პატრიცემულო მეგობრებო, მაყურებლო, მსმენელებო, ვინც გვისმენთ, მე ხშირად არ მოგიწოდებთ, რომ გაავრცელოთ, მოიწონოთ ან რამე ამ დაგვარე, ვიცი, რომ ეს მოსაბეზრებელია და მე თვითონ არა ვარ ხოლმე ამის მომხრე, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევა, როცა ვინც ამ ვიდეოს ნახავთ და გაიზიარებთ ბატონ დავითის აზრს და მოგეწონებათ ეს ვიდეო, გთხოვთ გაავრცელოთ. ყველას, ვისაც საშუალება გაქვთ. გაავრცელეთ მეგობრებში, ახლობლებში, თქვენ სოციალურ ქსელებში, ეს მნიშვნელოვანი რამ არის, რაზეც დღეს ბატონმა დავითმა ისაუბრა. დიდი მადლობა. ბატონ დავით,
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო საუბრისთვის და ბედნიერ. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილები და მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერ.